ძალიან ძვირია სასმელი სამბორჯომში 20 ლარი გადავიდა. ძვირია, ძალიან ძვირია. ამიტომ სვამთ ბორჯომს, ვითომ ღვიძლები გვტკივა ყველას. დაჭარა მიუზიკლში სასმელი რომ ცოტა იაფი ყოფილიყო, მაიკ დელფეროს შემდეგ ლევან წულაძის პაგანინის სტილში შესრულებულ მეორე განყოფილებასაც მოვისმენდით. ამერიკის საელჩომ თბილისელ ჯაზის მოყვარულებს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა და აჭარა მიუზიკლში მაიკ დელფეროს ტრიო ჩამოიყვანა. ამის შემდეგ სცენაზე მაიკ დელფერო და მისი ტრიოს კიდევ 2 წევრი ავიდა. რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულმა თბილისში ამ სტილში დაუკრა. სანამ მაიკის სცენაზე იღვწოდა, ჩვენ მერაბ ნინიძე ჩავწერეთ. პირველად ვარ აჭარა მიუზიკლში დღეს და ძალიან მომწონს აქაურობა, საოცარი ატმოსფეროა, ძალიან თავისუფალი. მერაბს ლევან წულაძემ გამოართვა მიკროფონი, რომელმაც კონცერტი კი შეაქო, მაგრამ აჭარა მიუზიკლის ფასები დაიწუნა. ძალიან ძვირია აქაურობა. ძალიან ძვირია სასმელი სამბორჯომში 20 ლარი გადავიდა. ძვირია, ძალიან ძვირია. ამიტომ სვამთ ბორჯომს, ვითომ ღვიძლები გვტკივა ყველას. ეს ახალი ამბავი არ არის ჯაზის ისტორიაში, რომ საოპერო და კლასიკური ნაწარმოებები ინტერპრეტებდეს. მე უკრავ პაგანინივით, სალითითით. არაჩვეულებრივად სხვადასხვა. აი მეორე ნაწილს მე შევასრულებ მე თუ დავთვერი, მაგრამ ვერ დავთვერე, იმიტომ ძალიან ძვირი ის. მოკლედ აჭარა მიუზიკლში სასმელი რომ ცოტა იაფი ყოფილიყო, მაიკ დელფეროს შემდეგ ლევან წულაძის პაგანინის სტილში შესრულებულ მეორე განყოფილებასაც მოვისმენდით.